კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoG, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. თბილისის მერია ახალგაზრდებისთვის საზაფხულო პროგრამებს იწყებს და ამ თემაზე მოგვიწევს გადაცემის ამ ნაწილში საუბარი. ჩვენი სტუმარი გახლავთ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე. ვასილ, მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ 6000-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება თბილისის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებში და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტი წელს განახორციელებს საზაფხულო პროგრამებს. ზოგადად პროგრამებზე ვისაუბროთ, უპირველესად ამ პროგრამაზე, ვის შეეძლება მასში მონაწილეობა, როდიდან დაიწყება და რა კრიტერიუმებია საჭირო იმისთვის, რომ პროგრამაში მივიღოთ მონაწილეობა. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებსა და მაყურებლებს, მადლობას გიხდით სტუდიაში მოწვევისთვის. ზოგადად თბილისის მერია მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, რომელიც ახალგაზრდობის ჰარმონიული განვითარების მიზანს ისახავს და თბილისის ზაფხულის განმავლობაში, როდესაც სკოლები, უნივერსიტეტები ისვენებენ და ახალგაზრდებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ იმისთვის, რომ დაკავდნენ განსხვავებული აქტივობებით, რაც მათი ძირითადი სასწავლო სამუშაო პროცესისგან განსხვავებულია. ასე დროს ჩვენ ვცდილობთ მათ შევსთავაზოთ ერთიანი პროგრამა, ერთიანი პაკეტი, რომელიც მათ ყველა ინტერესს და საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ამ შემთხვევაშიც, რეალურად საკმაოდ მასშტაბურად, როგორც თქვენ ახსენეთ, 6000-მდე ახალგაზრდისთვის ვაკეთებთ პროგრამას ახალგაზრდული მიმართულებით. ეს პროგრამა ორ კატეგორიად შეიძლება დავუყოთ. პირველი მიმართულება ეს გახლავთ უფრო მეტად აქტიური ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მაგალითად სპორტული აქტივობებით უნდათ და სურთ უფრო მეტად დაკავება ამ მიმართულებით არსებული პროგრამები. ამ მიმართულებით შეიძლება დავასახელოთ მაგალითად უფასოდ მიწოდება ცხადია ჩოგბურთის, პადელის, ჯომარდობის, სხვადასხვა მაგალითად საკემპინგე აქტივობის, აქაც მნიშვნელოვანია ის, რომ აქტივობები იქნება განსხვავებული, მაგალითად იქნება ტურები თბილისის გარშემო, რომელიც უფრო მეტად რეკრეაციულ ხასიათს ატარებს, ასევე გვაქვს ისეთი ტურები, რომლებიც უფრო მეტად საქართველოს გაცნობას მოიცავს დაცული ტერიტორიების მიმართულებით, მაგალითად და უფრო ორიენტირებულია მაგალითად ისეთი უნარების შეძენაზე, როგორც არის ბუნებრივ პირობებში დაუშვათ თვითგადარჩენა, რაღაც გარკვეული საჭიროებების დაკმაყოფილება ასეთ შემთხვევაში. ეს მიმართულება არსებობს ერთ მხარეს, რაც შეეხება მეორე მხარეს, ეს არის თემატური ბანაკები, აქ უფრო მეტად დატვირთულია საგანმანათლებლო პროგრამებით. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არსებობს თემატური ბანაკები, თავისი ინტერესების შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ვიწრო თემატიკა ვქონდეს. თუ მაგალითად ავიღებთ სკოლის მოსწავლეების ასაკობრივ კატეგორიას, აქ 10 წლიდან უკვე ჩვენ გვაქვს თემატური ბანაკების მიწოდების შესაძლებლობა. პირველ რიგში ყველაზე დიდი მოთხოვნა ალბათ რაც არსებობს და რაც გვაქვს ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ეს გახლავთ ინგლისური ენის ბანაკები. უკვე 14 წლიდან ჩვენ ვიწყებთ 14-დან მიდრე 18 წლამდე უფრო მეტი დაინტერესება არსებობს პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით. ახალგაზრდები ცდილობენ გამოკვეთონ თავისი მომავალი პროფესია, მომავალი ინტერესები და ამ მიმართულებით ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მეტი სხვადასხვა თემატიკა შევთავაზოთ მათი ინტერესების და შესაბამისად. მივყვებით განათლებაში ამ მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტირებულ ჰოლანდის ტიპოლოგიას და სწორედ ამ მიმართულებაზე ვაკეთებთ ბანაკს. მაგალითად დაწყებული სახელოვნებო ბანაკებით, იქნება ეს კინოს თუ თეატრის ბანაკი, გაგრძელებული იგივე ტექნოლოგიური მიმართულებით, როგორიცაა AI ბანაკი მაგალითად და რობოტიკის ბანაკი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი თავისი ვიწრო ინტერესის შესაბამისად მივაწოდოთ მას ბანაკი. ამის შემდგომ ცხადია უკვე სტუდენტების კატეგორია, სტუდენტების მოთხოვნა მათ უკვე თავიანთი პროფესიები არჩეული აქვთ და რაც მათ მოთხოვნა აქვთ, ძირითადად ეს არის ის, რომ სხვა უნარები შეიძინონ, რომელიც საკუთარ პროფესიასთან ერთად დაეხმარებათ. ძირითადად ამ მიმართულებით მოთხოვნა არსებობს ეგრეთ წოდებულ რბილ უნარებზე, ამის განვითარებაზე, ლიდერობაზე, პროექტის წერაზე და ჩვენ ამ მიმართულებით დავწფარავთ სხვადასხვა თემატური ბანაკი. შესაბამისად, საკმაოდ დიდ ასაკობრივ კატეგორიაში 10 წლიდან 29 წლამდე პირებისთვის რეალურად ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი საინტერესო აქტივობა, რომელიც ნებისმიერს ამ ასაკობრივ კატეგორიაში დააინტერესებს. ვასილ, ვიდრე უშუალოდ ვისაუბრებთ, თქვათ, რა პლატფორმაა ის, სადაც შეუძლიათ, რომ საკუთარი, თქვათ, სურვილი დააფიქსირონ ადამიანებმა, ვისაც აინტერესებს ესეთი პროგრამები. მოდით ავხსნათ თავად პროგრამების თვალსაზრისით მოთხოვნა როგორია და რამდენად ვითვალისწინებთ, თქვათ, როდესაც პრიორიტეტები აქვს კონკრეტულ მიმართულებებს. ამ წლების ტრადიციამ რა, თქვათ,
სტატისტიკა მოგცათ, რა ინტერესები გააჩინა და რამდენად ერგება მოკლედ ამ ინტერესებს ის, რასაც თქვენს თავაზობთ მათ. კი ბატონო. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ რამდენიმე მიმართულებით არსებული ინფორმაციას და მოპოვებულ ინფორმაციას ვეყნობით. პირველ რიგში ცხადია, ეს არის ინსტიტუციური გამოცდილება და მეხსიერება, რომელიც წლიდან წლამდე გროვდება ჩვენთან. ჩვენ ვიცით წლიდან წლამდე თუ რა მოთხოვნა არსებობდა რაღაც მიმართულებით, რაში მაგალითად იყო მეტი, რაში ნაკლები, რაში შევძელით დაკმაყოფილება და რაში კიდევ საჭიროა რომ პირობითად დავამატოთ ადგილები. შესაბამისად ეს ნამდვილად არის ერთი გამოცდილება, რომელსაც ვეყნობთ. გარდა ამისა, ჩვენ ვაკეთებთ ძალიან აქტიურად კვლევებს ამ მიმართულებით და გვაქვს უახლესი კვლევაცა ზოგადად ახალგაზრდების საჭიროებების მიმართულებით და სწორედ აი ამ კვლევის ფარგლებში მიმართულებები, მაგალითად ზუსტად აი პროექტის წერა თუნდაც, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ამოვიდა სტუდენტებთან ძალიან აქტიურად, რომ მათ სურთ ამ მიმართულებით უნარების განვითარება. რაც შეეხება შედარებით, ესე ვთქვათ, სტუდენტების ასაკობრივ კატეგორიას, დამამთავრებელ სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ასეთ შემთხვევაში ძირითადად ამოგვივიდა ინფორმაცია, რომ მათ უფრო მეტად სურთ ისეთი დარგების დამატებით გაცნობა, რომელიც ტექნოლოგიურ განვითარებასთანაა დაკავშირებული და სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ ხელოვნური ინტელექტის ბანაკს, ამ შემთხვევაში BTU-სთან ერთად თანამშრომლობით, რომელიც საკმაოდ წარმატებულია და ძალიან დიდი მოთხოვნა ამ მიმართულებით. რეალურად ჩვენ ვცდილობთ, რომ მივსდიოთ იმ ინფორმაციას, რაც სწორედ ახალგაზრდებისგან მოდის, ერთის მხრივ მათი ინტერესებიდან, მეორეს მხრივ კი იმ გლობალურ საჭიროებებიდან, რაც ზოგადად არსებობს ამ მიმართულებით და არსებობს შრომის ბაზარში. კი ბატონო, თუ საუბრობთ თქვათ კონკრეტულ პროგრამებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიღაც მიმართულება არის ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი და რომ ახსნათ რა განაპირობებს ამას, ვთქვათ, მოთხოვნა ბაზარზე, ინტერესი თუ უბრალოდ პროგრამამ შეძლო რაღაც დამატებითი კრიტერიუმების გაჩენა ახალგაზრდებისთვის და შესაბამისად წლიდან წლამდე შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულება არის ძალიან პოპულარული. რომ ვთქვათ, ამ ასე ვთქვათ, ტრენდსაც ან ტენდენციასაც რა განსაზღვრავს? ვთქვათ, ტენდენციები, რომელიც არის მსოფლიოში, კონკრეტულ ვთქვათ, რეგიონს, ქალაქს მორგებული, თუ ვთქვათ, ამ შემთხვევაში გავითვალისწინებთ იმას, რომ შეიძლება მოსწავლეები და სტუდენტები თავად იყვნენ დამკვეთები პრაქტიკულ ვთქვათ, შესაძლებლობებში, როგორ აისახება ვთქვათ, ეს გამოცდილება, რომელსაც თქვენ თავაზობთ. კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ აი ეს შესაძლო ვარიანტები, რაც ჩამოთვალეთ, ეხლა ეს კუმულატიურად ერთობლივად განსაზღვრავს სამომავლო ტრენდს. რეალურად როგორც ერთის მხრივ გლობალური ბაზარი, გლობალური სიახლეები ახდენს გავლენას, როგორც ჩვენ შეხედულებებზე, ასევე ახალგაზრდების შეხედულებებზე, სამომავლო ინტერესთან დაკავშირებით, ასევე თავად ახალგაზრდების სურვილი რაღაც კონკრეტული პროფესიების იქნება ეს თუ კონკრეტული თემატიკით დაინტერესებისა, შემდგომ უკვე ახდენს ინფორმაციის ჩვენთან მოპოვებას და ამ მიმართულებით დამატებას. ეხლა მაგალითად ვახსენეთ ჩვენ სახელოვნებო მიმართულებები, ხო? სახელოვნებო მიმართულებების გარდა ჩვენ გვაქვს მაგალითად სახელობო მიმართულებები, მაგალითად როგორც არის ხეზეკვეთა, რომელსაც საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად ვახორციელებთ და ამ მიმართულებით წლიდან წლამდე არსებობს ძალიან დიდი დაინტერესება. შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ პირობითად ეს არ უკავშირდება რაღაც ტექნოლოგიურ სიახლეებს, მაგრამ ახალგაზრდებს აქვს დაინტერესება, იმიტომ რომ ეს მათთვის არის ახალი გამოცდილება, რომელსაც დაუშვათ ყოველდღიურად ვერ იძენენ ისინი, შესაბამისად, არა მხოლოდ ეს გლობალური სიახლეები, არამედ ახალგაზრდის სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი აქტივობა, ჯანსაღი აქტივობა სცადოს და დაკავდეს ამით, აი ეს არის ის, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ამ სურვილს. ვინ არიან ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, თქვენი მეგობრები არიან, ვისაც სურვილი აქვს და ვინც იღებს წლების განმავლობაში მონაწილეობას ამ ტიპის პროგრამებში, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს განგრძობითი თვალსაზრისით ვთქვათ, არსებობდეს, მაგალითად, შარშან მივიღე მონაწილეობა, ან შარშან წინდა წელსაც მაქვს სურვილი, თუ ყოველ ახალ ნაკადზე ახალი ვთქვათ, ადამიანები ჩნდებიან და თუ მუშაობს, ვთქვათ, ყველაზე უკეთესი ვთქვათ, რეკლამა, რაც არის პირადი შთაბეჭდილებების გაცვლა და ამ კუთხით ვთქვათ, სხვა ადამიანების მოზიდვაც და დაინტერესებაც ამ პროგრამებით. კი ბატონო, სიმართლე გითხრათ, ეს უკვე ჩემი პირადი დაკვირვებაა და პირადი გამოცდილება უშუალოდ ბანაკებში ბავშვებთან ურთიერთობით, ახალგაზრდებთან ურთიერთობით.
პირველი და უმთავრესი სწორედ აი ეს არის, რომ მეგობარს მოყავს მეგობარი. რეალურად ძალიან გვეხმარება თქვენი ხელშეწყობაც და ზოგადად მედია საშუალებების ხელშეწყობაც გვაქვს ამ მიმართულებით, რომ გავრცელდეს ის ინფორმაცია, მაგრამ პირველადი რაც აუცილებლად უნდა დავასახელოთ, ეს არის ის, რომ თავად ახალგაზრდა ურჩევს თავის მეგობარს, იმიტომ რომ მას აქვს გამოცდილება, რომელიც არის შეუცვლელი და ცხადია მეგობარს ენდობა ამ შემთხვევაში ახალგაზრდა. ეს ნამდვილად არსებობს და წლიდან წლამდე რეალურად დაინტერესების ზრდას განაპირობებს ერთის მხრივ ზოგადი კამპანია, რასაც ვატარებთ, რისთვისაც ეხა მეაქვია, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს ეს ინფორმაცია, თუმცა ამასთან ერთად ზუსტად აი ეს პირადი რეკომენდაცია და სანდოობა ამ მიმართულებით, წლიდან წლამდე ყალიბდება და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე ჩამოყალიბებული. კი ბატონო. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ პროგრამა მრავალფეროვანი და აქტიურ გამოცდილებას თავაზობს ახალგაზრდებს. მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სპორტულ აქტივობებში მონაწილეობას, ეს არის ჩოგბურთი, პადელში, ბოულინგში, ჯომარდობასა და ლაშქრობებში, როგორც თბილისის გარშემო, ისე საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე. სპორტი, როგორც ჩანს, ერთ-ერთი გამსაზღვრელია. აქ ინტერესი როგორია? კი, მან ნამდვილად მაღალი, შეიძლება ითქვას ძალიან მაღალია ინტერესი და წლიდან წლამდე ჩვენ რაღაც პროგრამებს, მაგალითად აი ჯომარდობა ახსენეთ და ჯომარდობას წლიდან წლამდე აქვს აქტიური მოთხოვნა, მოიხსენებათ ხა საფულის პერიოდია და დატვირთვა ამ მიმართულებით არსებობს და ბუნებრივია. რაღაც მიმართულებებს კიდევ ანახლებთ, აი ზუსტად იმ მოცემულობების შესაბამისად, რა მოცემულობებიც გვაქვს. მაგალითად პადელი ახსენეთ, თქვენ პადელი არის შედარებით ახალი დამატებული ამ პროგრამაში, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა და დაინტერესება ახალგაზრდების ამ მიმართულებით. იგივე ბოულინგიც, რომელიც ასე მიეწოდებათ ახალგაზრდებს, რეალურად ბოლო დროს არსებული მოთხოვნიდან, აი ზუსტად იმ კვლევიდან, რაც მე წინაზე ვისაუბრე, აქედან წამოვიდა და ჩვენ ამ ინფორმაციას ვეყრდნობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანად ეს პროგრამა ახალგაზრდებისთვის არის უფასო, მათ შეუძლიათ ჩვენი საიტის თბილისი ჯის მეშვეობით მიიღონ დამატებითი ინფორმაცია, შეუძლიათ იქვე დარეგისტრირდნენ და შემდგომ უკვე ჩაერთონ ამ პროგრამაში, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს, რომ მთელი ეს პროგრამები ერთიან პლატფორმაზე მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ახალგაზრდებისთვის და არ იყოს გაბნეული, რაც გაურთულებთ მათ ამ ინფორმაციის მიღებას. იუს თბილისი ჯი არის სწორედ ის პლატფორმა, სადაც შეუძლიათ მათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ახალგაზრდული პროგრამების შესახებ. კი ბატონო, და უნდა აღვნიშნოთ, მხოლოდ მონაწილეობა კი არ არის უფასო, არამედ ტრანსპორტირება, ყვება, ეკიპირება, ინსტრუქტორის მხარდაჭერა, ხო, მონაწილეობაში, ანუ სრულიად უფასოა, კი ბატონო. როდიდან იწყება ეს პროგრამები და როდემდე გაგრძელდება ესეც? კი ბატონო, 15 ივნისიდან, აი როცა უკვე სკოლა სრულდება, ჩვენ ვიწყებთ ამ პროგრამებს, პრაქტიკულად მეორე დღესვე ვიწყებთ ბანაკების განხორციელებას, თემატური ბანაკების განხორციელებას და პროგრამები გასტანს სექტემბრამდე. შესაბამისად, მთელი ზაფხული გვექნება დატვირთული, ცხადია, ამ ეტაპზე უკვე არის პროგრამები განთავსებული საიტზე, რომელიც ნამდვილად ღირს რომ გაეცნო თქვენი მსმენელები და მაყურებლები. უკვე რეგისტრირდებიან, თუმცა დაემატება კიდე, რომელიც ასევე საინტერესოა. ანუ მოსწრებაზეა შეიძლება ითქვას და უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, თუ გაქვთ ინტერესი, აუცილებლად გამოიყენეთ კონკრეტული მისამართი, რა მისამართია ეს? იუს თბილისი ჯი. კი ბატონო და დარეგისტრირდით. აქ მხოლოდ სახელი და გვარი და პირადი მონაცემის დარეგისტრირება საჭირო თუ ითხოვთ დამატებით ინფორმაციას. მოგახსენებთ, ჩვენ შემთხვევაში ესე დავყოთ, 16 წლამდე კატეგორია და 16 წლის შემდეგ. 16 წლის შემდგომ კატეგორია უშუალოდ საიტიდან რეგისტრირდება, იმიტომ რომ საიტს აქვს ესეთი ფუნქციონალი, მასზე დარეგისტრირებულ პირს აქვს საშუალება რომ ის გახდეს მოხალისე და ჩაერთოს შემდგომ უკვე სხვა მოხალისეობრივ აქტივობებში. მოგეხსენებათ, ქართული კანონმდებლობა სწორედ 16 წელს ასაკიდან ითვალისწინებს მოხალისეობრივ საქმიანობას, ხოლო 16 წლამდე პირები უკვე ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან კონკრეტულ სარეგისტრაციო ლინკზე. 18 წლამდე პირებისთვის აუცილებელია მშობლის თანხმობა, მოგეხსენებათ ესეთ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის და მშობლის თანხმობა, შევსებული განაცხადი, ერთი უნდა აღვნიშნოთ ცხადია, რომ ჩვენ თბილისის მერია ვართ თბილისელი ახალგაზრდები შემოვიფარგლებით ამ შემთხვევაში, ჩვენი დაფარვის არეალი ეს გახლავთ, თუმცა რეალურად აქტიურობა ამ მიმართულებით ძალიან მაღალია და კონკურენციაც არსებობს. შესაბამისად, შემდგომ უკვე, როდესაც ისინი განაცხადში ავსებენ, მეორე ეტაპი ეს არის გასაუბრებები და მათი мотиваციის დადგენა ამ პროგრამის მიმართულებით და რელევანტობის დადგენა, რამდენად სურთ და აინტერესებთ რეალურად ეს პროგრამა.
სულ 6000-მდე ახალგაზრდას ელოდებით წელს. დიახ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა. წარმატებები თქვენ კიდევ ერთხელ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მადლობა უთხრეთ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს დათმობილი